რიგში დავიწყოთ იმით, რომ საკმაოდ მძიმე შხამია. აფლატოქსინი შეიძლება წარმოიქმნას ძირითადად ისეთ წარმოიქმნება მარცვლზე, განსაკუთრებით აი სიმინდზე, თუმცა ეს ხილზეც შეიძლება დავუშვოთ, კარტოფილზეც კი. შესაბამისად, როგორც აღების, ასევე ამ პროდუქტების შენახვის პირობები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, თორე საბოლოო ჯამში ის შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს. ან პირდაპირ ან არაპირდაპირ გზით, არაპირდაპირ გზა ამ შემთხვევაში გულისხმობს ზუსტად იმ თემას, რა თემაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს გახლავთ უკვე რძიდან. ანუ თუ აფლატოქსინით დაბინძურებულ პროდუქტს მიირთმევს პირუტყვი, შემდეგ ის უკვე მისგან ნაწარმოები პროდუქტშიც მოხდება. როგორ ხდება ცხოველის ორგანიზმში? მხოლოდ საკვებიდან შეიძლება რომ მოხდეს ცხოველის ორგანიზმში? ნუ ეს არის თქვენ წარმოიდგინეთ, აი ეს აფლატოქსინს არ გამოიმუშავებს მხოლოდ ერთი სახეობის, ასე უკვე რამოდენიმე სახეობისა, თუმცა ასპარგელუსი ესეთი, რომელიც ძირითადად ყველაზე უფრო ვირულენტურ, ანუ ყველაზე უფრო ტოქსიკურ შხამებს გამოიმუშავებს. შესაბამისად, თვითონ ობის სოკოები არიან ესენი და ობის სოკოს ის პირობები, რაც ფართო საზოგადოებასაც ცნობილი, ალბათ შევახსენოთ, მას სჭირდება ნესტიანი გარემო, ნესტის მშვენივრად გრძობენ თავს და ერთადერთი მოხვედრის გზა გახლავთ სწორედ ორალური, ანუ საკვებით. სხვაგვარად ის ვერაფრით ვერ მოხდება. თუ არის შესაძლებელი, რომ თვალსაჩინო იყოს აფლატოქსინი, თუ აუცილებელია, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდეს, აი თქვენ ახსენეთ მაგალითად ხილი, კარტოფილი, შეიძლება რომ მივხვდეთ, რომ თქვათ ობი აქვს ამ კარტოფილს და შეიძლება აფლატოქსინით იყოს დაბინძურებული. მოდით რა ვთქვათ, იცით, ესე გავყოთ, ყველა ობი აფლატოქსინს არ გამოიმუშავებს. არის რამოდენიმე მათგანი, რომლებიც ასე ვთქვათ, დამნაშავეები არიან ამ შხამის წარმოქმნაში, თუმცა თვითონ აფლატოქსინს რა თქმა უნდა ვერ ვნახავთ, არც ვერც სუნს ვერ ვიგრძნობთ და ვერც განსაკუთრებულ გემოს, თუმცა რაც შეეხება ობს, რა თქმა უნდა, ობი ვიზუალურად შეინიშნება, განსაკუთრებით ახლა ცოტა დიდ პროდუქტი, მაგალითად ვაშლი კარტოფილი რო ავიღოთ, შესაბამისად მაქსიმუმად უნდა ვერიდოთ დაობებული პირუტყვი, დაობებული საკვების როგორც შედის მიღებას, ასევე პირუტყვისთვის მიცემას. თუმცა ეს ობი შეიძლება ანუ არ იყოს აფლატოქსინი. არა, რა თქმა უნდა, კი. ანუ ობი აპრიორი არ ნიშნავს, რომ ის აფლატოქსინის გამომუშავებელია. რძის პროდუქტებში ეს მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად შეიძლება დადგინდეს? სხვაგვარად გამორიცხულია. სხვაგვარად ვერანაირად ვერ ვიხდებით. ნუ ერთადერთი ის არის, რომ თუ იცით, რომ ნამდვილად აი პირველადი წარმოება ფერმა აძლევს ნამდვილად დაობებულ იმას რა ქვია საკვებს და აქედან შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა. თუმცა არც მაშინ არ ახარ დარწმუნებული, რომ ეს მაინდამის აფლატოქსინი იყოს დაბინძურებული, ასე რომ ლაბორატორია გახლავთ ერთადერთი საბოლოო ასე ვერდიქტის გამომტანი. რძის ადუღების შემთხვევაში აფლატოქსინი ქრება თუ მაინც შეიცავს ეს პროდუქტი შხამს? აფლატოქსინი რომ დაიშალოს, სადღაც 150 გრადუსზე უნდა ვადუღოთ 9 საათი, რაც წარმოუდგენელია, ვერ ხდება შესაბამისად, გეტყვით რომ არა, ნუ გარკვეულად მცირდება რაოდენობა, მაგრამ სადღაც მე მგონი 10-15% არ ვერცილდება, ასე რომ არა. თუ არსებობს ღრული მინიმუმი აფლატოქსინის, რაც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში არ ქმნის საფრთხეს მისი ჯანმრთელობისთვის და დაშვებული, არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინი ამ შემთხვევაში დაშვებული შეიძლება იყოს. კი ბატონო. ამაზე ცოტა ვრცლად ვისაუბროთ, თუ შეიძლება სულ ერთ წუთით. უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა რეგულაცია. აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში კიდე რამოდენიმე ქვეყანა, სადაც 10-ჯერ მეტი აფლატოქსინის ნორმა არის, ვიდრე დაუშვათ ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირი საკმაოდ მკაცრია, ყველაფერთან, რაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკავშირდება. ევროკავშირთან მიდგომები აბსოლუტურად სხვანაირი და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ერნიშნულად სწორი. და შესაბამისად ევროპული ზღვრული არის გაცილებით, როგორც ვკითხეთ, 10-ჯერ უფრო დაბალი ვიდრე დაუშვათ სხვა ქვეყნებში. ეხლა დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ არის 10-ჯერ მეტი, ეს არ ნიშნავს, რომ ამას გარკვეული მეცნიერული საფუძვლები არ აქვს. თუმცა აი იცით რა არის, ყველა რისკი შეიძლება შეფასდეს მაქსიმალურ და მინიმუმ ზღვარზე და ევროპაში ეს ყოველთვის არის უმაღლესი და მაქსიმალური დონის. ამიტომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემიძლია დავამშვიდო, ასე ვთქვათ, მოხმარებელი, რომ ეს არ შეიცავდა ეს პროდუქტი იმ რაოდენობის აფლატოქსინს, რომ რაიმე სახის ზიანი მიეყენებია ადამიანისთვის. მაგრამ რა თქმა უნდა, არასასურველია ერთმნიშვნელოვნად.
როგორია კანონი? აი მე აღნიშნე, რომ გასული წლის 1 ივლისიდან შევიდა რეგულაცია, რომელიც კრძალავს აფლატოქსინის შემცველობას პროდუქტებში. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა იყოს თუ ჩვენთანაც არის გარკვეული მინიმალური ზღვარი. რა თქმა უნდა, ყველა ნივთიერებას აქვს შემცველობის განსაკუთრებით მსგავს ტიპის ტოქსინებს, იქ სხვადასხვა მოკლედ მინერალებს და ასე შემდეგ. ყველას აქვს თავისი ზღვარი. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს კანონმდებლობა მას შემდეგ რაც ევროკავშირთან ინტეგრაცია ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობებიდან დაიწყეთ და ვალდებულებები ავიღეთ, ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროპულს და შესაბამისად იქიდან იქნა ფაქტიურად გადმოღებული ძალიან ბევრი ჩვენთვის სასარგებლო წესი და მათ შორის ის რომ ეს უნდა შეიცვალოს, ეს არის 0.05 მიკროგრამი 1 გრამზე, ანუ ძალიან 0.05 მილიონედი გრამი უნდა იყოს 1 კილოში, ასე რომ ძალიან ცოტა მაქსიმალურად მინიმუმამდე არის მინიმალური ზღვარი არის ევროპული კანონმდებლობის მიხედვით. რამდენად დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული აფლატოქსინის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა და ეს ხანგრძლივი პერიოდით უნდა მიიღოს ადამიანმა აფლატოქსინით დაბინძურებული პროდუქტი, რომ რეალურად მართლა სერიოზული საფრთხე დაემუქროს მის ჯანმრთელობას, თუ შესაძლებელია, რომ რაღაცა მცირე პერიოდის განმავლობაში მოიხმარდეს პროდუქტს და ამანაც გავლენა იქონიოს. თუნდაც ნორმის დაბლა იყოს ეს პროდუქტი, მაგრამ მოიხმარდეს რაღაცა გარკვეული პერიოდი. აი ზუსტად გახლავთ თვითონ ცუდი, ყველაზე ცუდი ის გახლავთ აფლატოქსინში, რომ მას აკუმულირების უნარი აქვს. ანუ თუ მას მუდმივად მივიღებთ, აი ნორმაზე უფრო მეტს, რომელიც არის დაწესებული და ამას ჩვენ გავაკეთებთ წლების განმავლობაში, მაშინ საკმაოდ ძიმე შედეგები მიგვიყვანს. ეს მუტოგენი, ანუ გარკვეულ მუტაციებს იძლევის, რომელიც შემდეგ უკვე საფუძველი ხდება სხვადასხვა დაავადების გამოწვევის, აი კანცეროგენული ამავე შემთხვევაში. შესაბამისად, ერთ ჯერზე მიღებული, რა თქმა უნდა იყოს ძალიან დიდი რაოდენობა და სწრაფი მოშხამა მოხდება ორგანიზმში, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ თუ მუდმივად მივიღებთ შედარებით ცოტა რაოდენობას, მაგრამ ის აუცილებლად მეტი უნდა იყოს ზღრულ ნორმაზე, რომელიც არის დასაშვები, აი მაშინ კი ის ახდენს ორგანიზმში აკუმულირებას და რაღაც პერიოდში უკვე ორგანიზმს ეწყება შესაბამისი რეფლექსები.